გავიზარდე რა მე ვხედავ რაღაც იმდენი ფული მიაქვს რომ მაგ ფულით შეიძლება მთლიანად ქვეყნის შენახვა ну დაიგრა ყველაფერი დაიგრა რამე თუ მქონდა ყავ თქვილი თქვა როდესაც განაცხადა რომ ყველა სოციალურ დაუცველსო ჩვენ ტარიფში სხვაობასო დაუფარავთ. უსო თქვენ სოციალურ დაუცველის სტატუსი იყო. უბრალოდ მაღალი ქულა მოგანიჭეს, მაშინაც კონტა რამდენი 44000. სახლია, მაშინ მოიწოდა რომ ავარიულია, მაგრამ რამდენიც გაკაჩა, იმდენი დახარჯა. წავიდნენ ეგრევე. მინაიდან ჩემი ახალგაზრდობის სამხანაგია, ჩემს სოციალურ მდგომარეობაში არაფერი არ შეცვლილა პირიქით. მეტი მუშაობს, ვიდრე წინა წლებში მუშაობდა და დაეწყო ქალაქს რამე. ვარ მარტოხელა მამა ვზდის სამშვილს, გოგონას ცოლი დამეგუპა. ღებულობდი დახმარებას. მოვიდა აგენტი, ახალი ქულებით მომანჭეს 71290 ყველაფერი რამეთ თუ სარგებლობდი, ხა დიდი არაფერი არ იყო, მაგრამ ნუ მე მჩნეოდა რომ წყნარად ვიყავი, რომ ის 200 ლარი ყოველთვიურად მოვიდოდა და ბავშვებს რაღაცას ვუყიდდი. არაფერი აბსოლუტურად მომეწონა. სამგზავროც და ეს დახმარებაც და რისთვის არის ეს ქულები მონიტორინგი თუ არაფერი არ კეთდება რა. ნუ მერგება რა, რატო არ უნდა მერგებოდეს? თუ ვიღაცას ერგება ყოველთვიურად ახალი პატრიშკების ყიდვა, იმიტომ რომ არ კადრობ ძველი პატრიშკები, მე რატო არ უნდა მეგობრს? ამ ქვეყნის შვილი ვარ, ამ ქვეყნისთვის ვიბრძოდი და ეხლა კიდევ საჭიროა კიდევ ვიბრძოლებ. ოჯახში როგორც ხედავთ, 3 შვილი არის, ბატონის შალვა 20 სულიანი ოჯახია, რომელსაც იანვრის თვეში ჰქონდა 44000 სარეიტინგო ქულა და რამდენიმე თვის წინ მას ქულა აუწიეს 71000-მდე. ეს ნიშნავს, რომ ბატონი არეშიძის მსგავსად მხოლოდ თბილისში 200000 ოჯახია და ურცხვად იტყვილება კვლავ ღარიბაშვილი, როდესაც ამბობს, რომ ყველა სოციალურ დაუცველს ტარიფში სხვაობას დაუფარავენ. 70000-ზე ქვევით ქულებს გულისხმობს ბატონი ღარიბაშვილი, მაგრამ ბატონმა შალვამ რა გააკეთოს მსგავსად 200000-მა ოჯახმა თბილისში, რომელსაც აქვს 71000 ქულა და მას წაერთვა ელემენტარულად არა მხოლოდ ნებისმიერი შემწეობა, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებდა, არამედ გადაადგილების საშუალებაც აღარ ეძება მუნიციპალურ ტრანსპორტში, მას ბარათი გაუუქმეს. ანუ ხელისუფლებამ რეალურად გაწირა და გაიმეტა შიმშილობისთვის, უშუღობისთვის ზამთარში ეს ოჯახები. დღეს ჯანდაცვის სამინისტრო განაცხადა, რომ 3000 პენსიონერი და ბოდიში მოუხადა ამოღებული იქნა ბაზიდან და ჩავაბრუნებთო, მაგრამ უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში 11000 პენსიონერი ამოიღეს. დანარჩენ 8000 პენსიონერს ჩვენ რას ვეუბნებით? ამიტომ საგანგებოდ რამდენიმე დღეს ვაძლევთ ხოლმე ბატონ ღარიბაშვილს, საგანგებო მთავრობის ხომ მოიწვიოს და სპეციალური გადაწყვეტილება მიიღოს. 200000 ოჯახი მხოლოდ თბილისში რჩება შემწეობის გარეშე და გამეტებული არის ხელისუფლების მხრიდან შიმშილობისთვის და უშუღობისთვის.